დღე არ გავა რომ ვიდეო სკროლების თვალიერებისას არ ამოაგდოს როგორ ჭამს მერაბ დვალიშვილი სადღაცას ხინკალს როგორ ისხამს თავზე საცივს რა ვიცი საქართველოში საახალწლოდ შემოსეირნებული როგორ ერთობა და ამ დროს ირანში ირანელი სპორტის ვარსკვლავები და არა მარტო სპორტის ვარსკვლავები, რა ვიცი, მსახიობები, რეჟისორები მოკლეს დახურტეს საკუთარი ხალხის გვერდზე დგომის გამო, როცა ისინი იბრძოდნენ თავისუფლებისათვის. აი ახლა მინდა ძალიან მარტივი კითხვა დავსვა. როგორი კახპა უნდა იყო, რომ საკუთარი ხალხის სოლიდარობისათვის, იმ ხალხის, რომელიც ამ რუსული კოძბანდის ტერორის ქვეშ არის, ერთი სოლიდარობის სიტყვა მაინც ამოიღო. აქ ხო არ არის იმას ლაპარაკი, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და თქვათ ხალხის გვერდით დადგნენ. ერთი მაინც ხო უნდა ამოიკვნესო. მერაბ დვალიშვილი რო ხარ, ხვიჩა კვარაცხელია რო ხარ, გიორგი მამარდაშვილი რო ხარ, სამშენებლო ბიზნესებში წილებს რომ ითხრე უკვე. რა თქმა უნდა, მომავალი არაბული ქალაქების და უცხოტომელების ასაშენებლად და ჩამოსათესლებლად, ხო? აი ეს რა არის? და მე უნდა გაუკვირდეს ვიღაცა, რატომ ეძახი ქართველ სპორტსმენებს, მსახიობებს, რეჟისორებს, რა ვიცი, რომლებიც ჩუმად არიან და სოროებში არიან შემძვრალები, კახპებს. კახპები არიან, აბა რა არის? საოკუპაციო რეჟიმთან მოთანამშრომლე კახპები, გაყიდული იუდები, იუდას მეტი გერაფერი გაუკეთებია. 21 წელს გაყიდა წმენაც პრინციპი ძნეობაც, როცა უღალატა ქრისტეს. აი ეს ახართ ჩვენო ეგრეთ წოდებულო სპორტის ხელოვნების, რა ვიცი, სცენის, კინოს ვარსკვლავებო. კახპები ხართ. და აი ეს დამღა სამარადჯამოდ შემოგრჩებათ. სამარადჯამოდ. პატარა ბავშვები რო ციხეში ზიან, თქვენი გულშემატკივრები და თქვენ ხმასაც კი არ იღებთ და ლაღად ცხოვრობთ და მილიონების გასაკეთებლად ემზადებით სამშობლოს გაყიდვის ფასად. აი ეს არის. იმის დამადასტურებლად რატო ეძახი მე კოცებს, ალტიმფოელებს, ამ თარხანმოურავისტებს, რა ვიცი, სხვადასხვა ჯურის კაგებეშნიკ კაკაბაძე ბაღათურიებს და მათ ჯგროს, რუსეთის პუტანებს და რუსეთის ბორდელის წევრებს. რამდენიმე დღე არის დუგინმა ღიად გამოაცხადა, რომ ვერ აიტანს რუსეთი საქართველოს სუვერენობას. არა თუ ნეიტრალობას, ამაზეც არა ვარ თანახმოვარ, რადგან ნეიტრალური ნიშნავს ვეღაცის გავლენას. ჩვენ გვინდა მხოლოდ რუსეთს დაქვემდებარებული საქართველო, სომხეთი და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიო. ანუ პირდაპირ განაცხადა ეს დუგინი კრემლის იდეოლოგი რომ არის ეგ ვიცით, მაგრამ ეს ლაპარაკია კრემლის არაფორმალურ გეგმებზე, რომელსაც დუგინი აჟღერებს ხოლმე, ხო? აი ეს რომ ამის მიათასედიც რომელიმე ევროპელს წამოეკნავლა კოცები და სხვა რუსეთის პუტანები ხო ტრუსიკიდან ამოხტებოდნენ, აი ნახეთ როგორ ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, არა და როცა ევროპელები ამბობენ რომ მაგალითად ჩვენ გსურს დასავლეთმა საქართველოში ვიხილოთ თავისუფალი საქართველო, აი ამასაც კი უთვლიან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და აგერ დუგინმა განაცხადა პირდაპირ რომ საქართველო როგორც სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს. ხო და არც ერთ კოდს ამ დღეების განმავლობაში ჩინოსანს, არც ალტიმფოელ რუსეთის პუტანას, არც თარხანმოურავის, არც ნანა კაკაბაძის, რა ვიცი, არც ფარცხალაძის ჯიბის პარტია როა მამუკა ფიფიას, ეს რუსული ბორდელი როა თავისუფლება მშვიდობისათვის, სოლიდარობა მშვიდობისათვის, არც ეგრეთ წოდებული ახ დემურ გიორხელიძის ამ მარაზმატიკი რუსის ვითომ ეროვნულ ძალთა გაერთიანება, არც ერთს არ უთქვია ამაზე კრინტი საქართველოს სახელმწიფოს გაუქმებაზე. არ დაუძრავს არავის კრინტი, რატომ? იმიტომ რომ ყველა ესენი არიან რუსული ბორდელის პუტანები. არავით არის სუვერენობა, არავით არის სახელმწიფოებრიობა, მათ არ ადარდებთ. ყველამ კარგად იცოდეს, ეს არის სია, აშკარა, უმარტივესი. რუსეთის ბორდელის პუტანები თუ გინდათ, ნახოთ, აი ესენი არიან. კოცები, ალტიმფოელები,
ნანაკაკაბადის თები, ტარხუნ მოურავის თები, რა ვიცი, დემურ გიორხელიძის თები და ასე შემდეგ. და ნუ რავი, ნუ დაიჯერებს იმარო ესენი არაბულ ქალაქებს ებრძვიან, არაფერს არ ებრძვიან, უბრალოდ მოვალეობას იხდიან, ასე ვთქვათ, ხო? რატო არ გამოიყვანა 7 დეკემბრის შემდეგ ალტინფომ 1000-ობით ადამიანი ქუჩაში? იმიტომ რომ ისეც ნაძალადევად გააკეთა, რომ ეჩვენებინა, აი ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ. ცალფერზე კიდია, ბიძინას მონები არიან, ეგენი და ჩვეულებრივად ანეიტრალებენ ეროვნულ მუხტს, ეროვნულობის ნიღბით. აი ამის თქმა მინდოდა და ყველაფერი კარგად იცოდეს.